სასტუმრო, ბანკის ოფისი და კაფე. ეს არის მრავალფუნქციური კომპლექსის შემადგენელი პროექტები, რომელსაც Pasha Development Georgia თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე აბაშიძის ქუჩაზე აშენებს. არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით კომპლექსი 3 ბლოკს მოიცავს. პირველი 5-სართულიანი ბანკის შენობაა, მეორე 152 ნომრიანი სასტუმრო, ხოლო მესამე კაფე. კალენდარული გეგმის მიხედვით მშენებლობა დაწყებიდან 26 თვეში, ანუ 2026 წელს უნდა დასრულდეს. კომპლექსის მთავარი არქიტექტორი გიორგი ხმალაძეა. სასტუმროში განთავსდება 152 ნომერი, კომპლექსს გააჩნია მიწისქვეშ 2 სართული, სასტუმროს ნაწილის პირველ სართულზე განთავსებულია შემოსასვლელი, ლობი, ბარი, ლაუნჯი, რესტორანი და კვებასთან დაკავშირებული სივრცეები, როგორიც არის სამზარეულო, საწყობი და ასე შემდეგ. ბანკის ნაწილის პირველ, მეორე, მესამე და მეოთხე სართულებზე განთავსებულია საოფისე სივრცეები, როგორც ღია სამუშაო სივრცეები, აგრეთვე დახურული ოთახები. ხოლო მეხუთე სართულზე საკონფერენციო სივრცე, ტერასა და პერსონალის სამზარეულოა, ნათქვამია განმარტებით ბარათში. ცნობისთვის ჭტს Pasha Development Georgia's დირექტორი ელმირ ჰუსეინოვია, ხოლო 100%-იანი წილის მფლობელი აზერბაიჯანული Pasha Development.